გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელიას გზა უფრო ბურთისკენ და მიქაუტაძე ევროპული გრანდების ინტერესის სფეროში. ეს და სხვა მრავალი ინფორმაცია დღევანდელ ვიდეოშია. თქვენთან კი მოქვს ორი პატარა თხოვნა. დამიფასეთ შრომა და ვცადოთ რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა მივაღწიოთ 3000 გამომწერს. ეს თქვენთვის ორი წამის საქმეა. ჩემთვის კი დიდი мотиваცია. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. კვარაცხელიასთვის და პარი სენ-ჟერმენისთვის მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია და სიმართლე რომ თქვათ პარიზელებმა სრული შემადგენლობით თამაშიც კი ვერ მოასწრეს. PSG მეორე ამხანაგურ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედთან 1-1 ითამაშა. კვარაცხელიამ კი შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა. პარიზელებმა ანგარიში უკვე მეორე წუთზე გახსნეს. ეპიზოდის დასაწყისში კვარამ დრო ფერნანდესი მოძებნა. გაგრძელებაში კი 18 წლის იბრაჰიმ ბაიემ გოლი გაიტანა. აღსანიშნავია რომ მე-16 წუთზე ხვიჩას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშეს. ეიდენ ჰევერმა ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ეპიზოდის სიმკაცრიდან გამომდინარე გაძევებაზეც იყო საუბარი. საბედნიეროდ კი კვარა ტრავმას გადაურჩა და მატჩის გაგრძელება შეძლო. კვარაცხელიამ კარისკენ ორჯერ დაარტყა. 7 მცდელობიდან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. 12 დუელიდან 4 მოიგო, თუმცა პასებში ძალიან ზუსტი იყო. 33 გადაცემიდან 32 თანაგუნდელამდე მივიდა. PSG კი პრაქტიკულად ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდა. კვარაცხელია საფანოვისა და პაჩოს გარდა სასტარტო 11-ეულში გუნდის ძირითადი ბირთვის წევრები თითქმის არ იყვნენ. ეს კარგად გამოჩნდა მოედანზეც. მანჩესტერ იუნაიტედი დიდი პერიოდის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდა და PSG-მ თამაში კონტროლი მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნა, რაც მეორე ტაიმში მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ჟოაუ ნევეში გამოვიდნენ. ამიტომ ამ შეხვედრიდან კვარას ფორმაზე შორს მომავალი დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა. თუმცა 12 აგვისტოს PSG-ს პირველი რეალური გამოცდა ელის. ეს კი UEFA სუპერთასზე, ასტონ ვილას წინააღმდეგ იქნება. ასევე 4 დღის შემდეგ ლანსთან საფრანგეთის სუპერთასია, ხოლო 23 აგვისტოს ლიგა 1 სეზონი რენის წინააღმდეგ დაიწყება. და სწორედ აქ ხდება კვარაცხელიას ამბავი გაცილებით საინტერესო. ოქროს ბურთისთვის ბრძოლა უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის და ფრანგულ მედიაში პირველად ჩნდება განცდა, რომ კვარაცხელიას კანდიდატურას გაცილებით ხმამაღლა უჭერენ მხარს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ეკიპისგან წამოვიდა. გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელია გარეკანზე განათავსა ერთი სიტყვით პრეტენდენტი. ეკიპის შეფასებით მსოფლიო ჩემპიონატმა საბოლოოდ ვერ შექმნა ისეთი ერთი გამოკვეთილი ინდივიდუალური ფავორიტი, რომელიც საკლუბო სეზონის განმავლობაში გაკეთებულ ყველაფერს ავტომატურად გადაფარავდა. და სწორედ აქ ბრუნდება ხვიჩას მთავარი არგუმენტი ჩემპიონთა ლიგა. გამოცემა კვარას გასულ ევროპულ სეზონს განსაკუთრებით უსვამს ხაზს და მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები გავლენა მას ოქროს ბურთისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ტოვებს. მსგავს ხაზს ავითარებს ონცე მონდიალიც. ფრანგული გამოცემა შეგვახსენებს კევინ კიგანის ოქროს ბურთს, მაგრამ რა თქმა უნდა დღევანდელი კონკურენცია ძალიან სერიოზულია. გოლის შეფასებებში წინ არიან ჰარი კეინი, ლამინ იამალი, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე და კილიან მბაპე.